დილამ შვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მერელა ბაღდავაძე ვარ. ახალ სამუშაო კვირას კი გიორგი რუხაძესთან ერთად გავხსნით ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აიკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. რა მესიჯია პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გაშვება. დღეს ამით ვიწყებთ, როგორც გითხარით, გიორგი რუხაძეა ჩვენი პირველი სტუმარი და ის უბრალოდ 1 წუთში გვერდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯობენ აჭყებიას გადაწყვეტილებით მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნული, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას ესაუბროს კომისიას ჩორჩენეს საგუშაგო საკითხზე დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება. პარტიის განცხადებით მათ კომისიისგან იცნობათ, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას. გენერალურ პროკურატურაში ჩორჩენეს ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე სოფელ წაღვლის მცხოვრებლები მურმან კაპანაძე და ზვიად ლუმიძე არიან დაბარებული. კობულეთის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოებში 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა ჩართული. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით კობულეთის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ხდება. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გიორგი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების შეფასებით მინდოდა გაგვახსნა დღევანდელი გადაცემა, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ განაჩენი გამოცხადდა ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე, ამიტომ მოდით ამით დავიწყოთ. ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე აიკრძალა თანამდებობის დატოვება 2 წლის ვადით. აი რა სიტყვით, საკმაოდ ძვირად დაუჯდა, შეიძლება ითქვას ზურაბ ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ასეთი მკაცრი? დავიწყებ სოლიდარობით, მე მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო ზურას. აწმუნებული ვარ, რომ ის მალე თავისუფალი იქნება. ზურას საკანში ბევრად უფრო თავისუფალია დღეს, ვიდრე ივანიშვილი თავის ოქროვერცხლში ჩამჯდარი და მისი გარემოცვა ერთად აღებული. დიახ, ადამიანები, რომელთაც აქვთ ღირსება და რომელთაც აქვთ პრინციპები და რომელთაც აი ამ პრინციპების დაცვა შეუძლიათ, კი, ისინი ისჯებიან. ასე იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ტირანია არ დამარცხდება. და მე მინდა ტელემაყურებელმაც, იგივე ქართული ოცნების მომხრეებმაც, თუ კი ასეთები არსებობენ კიდევ, უბრალოდ ერთი წამით დაფიქრდნენ, რომ ადამიანი არის სამდე მართალი. არაფერი არ გაუფუჭებია დედამიწის ზურგზე. აი ამ კონტექსტში კაცი პოლიტიკოსია, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს კომისიის ლეგიტიმურობას, ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკოსია, აბა უნდა გააკეთოს, ხო? და ამის გამო ადამიანს იჭერენ და უშვებენ ციხეში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს დღეს არის უკვე კონსოლიდირებული ავტოკრატია და მისი ადგილი სამწუხაროდ არის უკვე რეჟიმი მათ თავისი თავი დააყენა აიათოლების რეჟიმის, პუტინის რეჟიმის, ლუკაშენკოს რეჟიმის გვერდით. ეს არის ამის რაღაც განსხეულებული დადასტურება და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზა ივანიშვილის რეჟიმს აღარ აქვს. უკან მოტრიალების წერტილი, როდესაც შეეძლო მას რაღაცა ტიპის ჰუმანურობა, რაღაც დემოკრატიულობის, რაღაც თამაშის იმიტაცია მაინც შეენარჩუნებინა, ეს მობრუნების წერტილი ამ რეჟიმმა უკვე გაიარა. სამწუხაროდ ეხლა არის ორი რამე დარჩენილი რა. მან უნდა გააგრძელოს რეპრესიები და სხვა გზა არც ექნება, ეხლა იძულებული გახდება, რომ დანარჩენი პოლიტიკოსებიც, ვინც არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე, გაუშვას ციხეში. გადოთ ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე
განაჩენი. აი მე მაგალითად ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც უნდა იყოს დღეს ასევე განაჩენი მათ საქმეებზეც, მათ შემთხვევაშიც საქმე ეხება სწორედ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარს და მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, რამდენად შეიძლება რომ ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის მიმართ უფრო ლოიალური იყოს სასამართლო, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ მათ გირაო გადაიხადეს თქო. თქვენ ფიქრობთ რომ ეს ასე არ იქნება? შუაში არ არის. გირაოს გადახდა არ გადახდა არ არის დაკავშირებული ანუ დანაშაულის საზომით. კი ბატონო. და ჯერ ერთი ეს დანაშაული არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და დანაშაულს ჩადის რეჟიმი, როდესაც ადამიანებს ამის გამო აპატიმრებს და დანაშაულს ჩადის მოსამართლე, ჟვებენაჭყებია თუ ვიღაცაა, ხო? ის ჩადის დანაშაულს სინამდვილეში. მაგრამ უყურეთ თუ ეს აჭყალებში თუ ეს დანაშაულია, მაშინ ყველა მე ერთნაირად ჩაიდინა ეს დანაშაული გარდა გიორგი გახარიას, ხო? რეალურად ოპოზიციური სპექტრში მხოლოდ გიორგი გახარია გამოცხადდა კომისიაზე. დანარჩენი პოლიტიკოსებმა უარი თქვეს. ირაო გადაიხადეს, არ გადაიხადეს, ეს არის აღკვეთი ღონისძიების, ასე ვთქვათ, შემსუბუქება, არ შემსუბუქების საკითხი. დამნაშავია თუ უდანაშაულო ადამიანი, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. შესაბამისად, თუ ზურა ჯაფარიძე დამნაშავეა, მაშინ ხაზარაძეც დამნაშავეა, ჯაფარიძეც დამნაშავეა, ნიკა გვარამიას დამნაშავეა, ყველა ვინც ზუსტად იგივე მოტივით თუ როგორიც რა მნიშვნელობა აქვს რის გამო ეს ნაბიჯი გადადგა, ყველა დამნაშავეა და მაშინ ყველა იგივე დოზით ციხეში უნდა გაუშვან. და თუ ეს ასე არ ხდება, მე საერთოდ არ მინდა რომ ვინმე ციხეში წავიდეს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს და ეს არის ივანიშვილის დუქანი. ჩვეულებრივად. გახარიასაც ემუქრება, როგორ ფიქრობთ, ციხეში წასვლის საფრთხე? ბატონო, ცალკე გკითხავთ გიორგი გახარიაზე დაასრულეთ თქვენი ასე რომ ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი თავი დააყენა აიათოლები ირანის რეჟიმის, რომელიც ეხლა თლად კარგ მდგომარეობაში არ არის, ხო? პუტინის რეჟიმის, ლუკაშენკოს რეჟიმის, კიმ ჩენ ინის რეჟიმის გვერდით და ბუნებრივია, მე საერთოდაც და ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი ტირანია ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ადამიანების უსამართლობაზე და ადამიანების სისხლზე და ჩაგვრაზე დგას, უნდა განადგურდეს. ბატონო გიორგი გახარიაზეც მინდა გკითხოთ, ის დღეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ხელმეორედ იყო დაბარებული, იმის გამო რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა გახარიამ კომისიას მისი დისტანციურად ჩართვა და გამოკითხვა შესთავაზა, თუმცა კომისიამ ამაზე უარი თქვა არა და აი დღესვე დღევანდელ ხდომაზე დისტანციურად უპასუხა კითხვებს ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ამერიკაში იმყოფება. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არ დათანხმდნენ გახარიას, რომ კითხვებზე ონლაინ რეჟიმში გაეცა პასუხი? ხო, გიორგი გახარიასთან მიმართებაში საქმე არის სხვანაირად. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია არის ივანიშვილის უკვე აი პირადი ვენდეტის მსხვერპლი, დანარჩენი პოლიტიკოსები არიან ივანიშვილის პოლიტიკის მსხვერპლი, ასე ვთქვათ. მას სხვა გზა არ აქვს რეალურად. რეპრესიები დღეს არის ივანიშვილის პოლიტიკა. პოლიტიკოსების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, მასწავლებლების მიმართ, რა ვიცი, აქტივისტების მიმართ, ექიმების მიმართ მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ვინც რეჟიმს რაღაცა ტიპის პრობლემას უქმნის, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი რეპრესიებით მოაგვაროს. გახარიას მიმართ ფინალი რა იქნება? და წავა გახარიას, ხო? ანუ ეს არის პოლიტიკის ნაწილი. აი გახარიასთან მიმართებაში ეს არის ორი საკითხია. პირველი არის პირადი ვენდეტა და თუ გახსოვთ ის ცნობილი ინტერვიუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც მისცა ივანიშვილმა, მან იქ პირდაპირ თქვა, რომ გახარიას დაიჭერდა და მარტო გახარიას არა, გახარიას კიდევ ვიღაც თანაპარტიელებს დაიჭერდა და აი ამ მუქარას ასრულებს სავარაუდოდ და გახარიას თუ დაიჭერენ, იმიტომ კი არ დაიჭერენ, რომ კომისიაზე არ ვარ გამოცხადდა, გამოცხადდა. იმიტომ დაიჭერენ, რომ რაღაცა, ასე თქვა, ქვეყანას უღალატა, ან ომში ითრევდა ქვეყანას, ან რაღაცა ისეთ, ხო? და მეორე საკითხი, ეს არის რუსებთან კეკლუცობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაზე ასამართლებენ გახარიას, ან რაზე გაასამართლებენ. იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვა და უკან არ დაიხია და ჩორჩანაში, ასე ვთქვათ, ჩეკპოინტი თუ რა ქვია ამას, რა ქვია, პოსტი საგუშაგო დადგა და მე რომ მკითხოს ადამიანმა,
ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში, ზოგადად ოკუპაციასთან მიმართებაში, რაც ოდესმე ივანიშვილის რეჟიმს მიუღია. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება და სწორედ ამის გამო ასამართლებენ გახარიას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ივანიშვილის პირადი ვენდეტა და ეს არის კრემლის წინაშე კეკლუცობა ივანიშვილის მხრიდან. ანუ ეს კიდე სხვა საკითხი არის. ხო, ანუ ეს არის გახარიას ამბავი და შესაბამისად, ჩემი აზრით გახარიამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ის თანამშრომლობს ამ კომისიასთან. საერთოდ, ანუ არ არის ლეგიტიმური ეს კომისია. პარლამენტი რო ლეგიტიმური იყოს, მაინც არ არის ლეგიტიმური ეს კომისია, იმიტომ რომ არასწორად არის შექმნილი. ოპოზიციას უმრავლესობა უნდა ქონდეს მაგ კომისიაში. ბატონო გიორგი, რადგან ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხი ახსენეთ, ერთ კითხვას დაგისვათ ამ თემაზე და მე უკვე გადავიდეთ გლობალურ პოლიტიკაზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე. გენერალურ პროკურატურას გახარიას ყოფილი თანაგუნდელები შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის მიყოლებით აძლევენ ჩვენებებს, სწორედ გახარიას საწინააღმდეგოდ და ამბობენ, რომ 6 წლის წინ აი ამ საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო გახარიამ ერთპიროვნული გაწყვეტილებით ჩადგა. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია არგუმენტი, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე არაფერი იცოდა არც პრემიერ-მინისტრმა, არც მისმა მინისტრთა კაბინეტმა, არც სუსმა და და ეს სისულელია, ეს არის რაღაცა საქმის შეკერვის მცდელობა. ამნიშნავად ჯერთი ერთპიროვნულად რანაირად გააკეთებდა, უბრალოდ წარმოუდგენელია. მეორე ახლა გაახსენდა ყველას რო ერთპიროვნულად გააკეთა, გახარია 2021 წლის მერე აღარ არის პრემიერ-მინისტრი. არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც არანაირ თანამდებობაზე არ არის. ეს თუ ესე იყო, მაშინ რატომ მაინც ახლა გაახსენდათ და არა 2021 წელს ან 2022 წელს ან შემდგომში, ხო? შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პირადი შურისძიება გახარიას თან მიმართებაში ივანიშვილის და შესაბამისად ახლა ივანიშვილის ასე ვთქვათ მარიამ ლაშხები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ეს მისი ეს სურვილი რეალობად აქციონ. მოსამართლე იქნება ყოფილი თანამდებობის პირი, მოქმედი თანამდებობის პირი თუ ვინც იქნება, ანუ რეალურად ყველაფერს იტყვის, ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ივანიშვილის ეს სურვილი, რომ დასაჯოს გახარია ჭყალებში ღალატისთვის და ესეც რეალურად რუსული პლეიბუკია ქართულად რო არის სახელმძღვანელო, ხო, რომ ანუ შენი გუნდის წევრი რო იყო და გადაწყვეტილება რომ მიიღო მაშინ როგორ პრინციპული იყო თუ როგორიც იყო, აი ამის გულისთვის უნდა დასაჯო. ბატონო გიორგი, გახარიას ფინალიც იქნება ციხე თქვენი აზრით და რისთვის ასუფთავებს პოლიტიკურ ველს ქართული ოცნება, მაშინ ამასაც კითხავთ და მე უკვე მართლაც გლობალური მე იმედს ვიტოვებ, რომ სანამ გახარიას ფინალი იქნება ციხე, მანამდე ივანიშვილის ფინალი იქნება ციხე. იმედს ვიტოვებ. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმე ციხეში მოხდეს, გარდა ამ რეჟიმის წარმომადგენლების, რომლებიც იმსახურებენ ციხესაც და უარესაც. ამიტომ ხო, ეხლა მე არ ვიცი, ჯერ ერთი უბრალოდ ვაკვირდები მოვლენებს და იქიდან დასკვნა გამომაქვს. ასე ვთქვათ, მუხრუჭები ამ რეჟიმს აღარ აქვს. დაიჭერს ყველას. გახარიას მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ზულდ გახარია. ერთადერთი ადამიანი არ დაგავიწყდეთ გახარია, რომელიც ხმამაღლა წამოვიდა და წინააღმდეგობა გააწია. დანარჩენი პრემიერ-მინისტრები, ვინც წავიდა, ერთი გადაბრუნებული სიტყვა გახსოვთ, ვინმეს რო ეთქვას, დაწყებული ღარიბაშვილიდან დამთავრებული, რა ვიცი, ვინ იყვნენ პრემიერ-მინისტრები, ხო? კვირიკაშვილი იბაში ეკლესიაში ხო ლოცულობს თუ რაღაც საკეთებს, ხო? ანუ ეხლა ქვეყანაში რაც ხდება დღეს, ასეთი ამბებია და როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყავი ამ ქვეყნის და ჩუმად ახარ. აი რანაირად შეიძლება?
თუ ბუღალტერი გახდა რავი რომელიღაც პოლიტიკური პროცესები საქართველოში იქამდე გადავიდეთ, მოდით გლობალურ პოლიტიკაზე ცოტა დრო იმაზეც რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მით უფრო რომ აი ირანის ასე ვთქვათ წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო, რომელმაც გუშინ დაბომბა ხო ირანის ბირთვული ობიექტები. ვაშინგტონმა იერიში მიიტანა მაყურებლებს რომ გავახსენოთ 3 ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზისზე, რომელიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრს წარმოადგენენ და როგორც ტრამპი ამბობს, 3-ვე ობიექტი არის განადგურებული, ანუ რასაც ირანმა 10 წლეულები შესწირა, მილიარდები დახარჯა, რის გამოც ითხოვდა რომ სოფლიოს მისთვის ანგარიში გაეწია და რეალურად უწევდნენ კიდეც, აი როგორც ამბობენ ამერიკამ ერთი გადაფრენით გაანადგურა. შევაფასოთ მოდით ეს მოცემულობაც, რითი სიგნალია ისრაელ-ირანის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა და ეს გლობალური უსაფრთხოების კუთხით რა ტიპის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ხო, მე მგონი გასაგებია რაც მოხდა, ამერიკა დაბრუნდა სოფლიო პოლიტიკაში აქტიურად საკუთარ მოდი ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მთავარ და სტრატეგიულ პარტნიორს მხარი დაუჭირა ძალიან მნიშვნელოვან ეგზისტენციალურ ბრძოლაში. სხვათა შორის მე მგონი ყველა ხედავს, რომ ამერიკა და ისრაელი სტრატეგიული პარტნიორები არიან და რუსეთი და ირანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ანუ ამერიკა როგორ იქცევა ამ შემთხვევაში და რუსეთი როგორ იქცევა და აქ ჩვენ ეს კითხვა ესე უნდა დავსვათ. საქართველოს ვისი სტრატეგიული პარტნიორია დღეს? სამწუხაროდ დღეს ქართული ოცნების რეჟიმის შედეგად საქართველოს არის ირანის და რუსეთის პარტნიორი. და შესაბამისად მაშინ თუ ირანი და რუსეთი დღეს ეომება ამერიკას და ისრაელს, საქართველოს ვის ეომება? ვის მხარეს არის? ხო? და რა ბედია ამ ქვეყანას თუ კი ის დარჩება რუსეთის და ირანის მხარეს. ეს უნდა გაიაზრონ მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და მონამორჩილებმა. ანუ იგივე ირანზე თავდასხმისგან გაკვეთილი უნდა მიიღოს საქართველოსმა. მიიღოს ყველა დიქტატორულმა რეჟიმმა, რომ მოფრინდებიან შავი გედები და რაღაცეები რაღაც მომენტში მთავრდება. ხებით? ამიტომ გლობალურად რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, ირანი წარმოადგენდა უდიდეს საშიშროებას, თუ ის მოახერხებდა ბირთვული იარაღის დასრულებას და შემდეგ გამოყენებით მუქარას. პირველ რიგში ეს საფრთხე ემუქრებოდა ისრაელს და არა მარტო ისრაელს, ზოგადად მათ შორის ამერიკასაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპმა იმ ოპერაციით, რომელიც ჩაატარა, უფრო უსაფრთხო გახადა მსოფლიო? იცით რა, ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ ეს ოპერაცია არ დასრულებულა. მე იმედი მაქვს, რომ ოპერაციას ბოლომდე მიიყვანს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები. ირანს აღარ ექნება ბირთვული ამბიცია, ამის შესაძლებლობა აღარ ექნება. და ბუნებრივია ამის შედეგად ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო ბევრად უსაფრთხო გახდება. ოღონდ აქ არ სრულდება ოპერაცია, ეს შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს აიათოლების რეჟიმის კრახით ირანში, შეიძლება არც დასრულდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ირანის დღევანდელი ხელისუფლება იქნება გაცილებით უფრო სუსტი მომავალში, გაცილებით უფრო შეკვეცილი ამბიციების, მას აღარ ექნება საშუალება, რომ აფინანსოს და მხარი დაუჭიროს ტერორიზმს, ჰეზბოლას, ჰამას და ასე შემდეგ ჯგუფებს, რომელიც ფაქტობრივად სიტუაციას ამღვრევდნენ რეგიონში. ეს არის მინიმუმი, ჩემი აზრით, რაც აქედან გამოვა. მეორე საკითხი იქნება, რომ ირანი ვეღარ იქნება რუსეთის იმ ტიპის მეგობარი და პარტნიორი, როგორიც აქამდე იყო, იმიტომ რომ რუსეთმა ირანი მიატოვა დღეს სინამდვილეში და რუსეთს ირანის დახმარება ჭირდება უკრაინასთან ომში და აქ გაუჭირდება რუსეთს ბევრად, ვიდრე დღეს უჭირს. ეს ასევე სიგნალია რუსეთის პარტნიორებისთვის ბჭყალებში, რომ როდესაც საქმეზე მიდგება,
რუსეთს არ შეუძლია რომ მისი მოკავშირე რეჟიმები დაიცვას. ამის მაგალითია სირია, ამის მაგალითია დღეს უკვე ირანი, სხვა მაგალითები იქნება. ესეც ამბავია, ხა რამდენად მოახერხებს ირანის საზოგადოება კონსოლიდაციას და შედარებით დასუსტებულ აიათოლების რეჟიმის შეცვლას. ამაზე ლაპარაკი რთულია ნამდვილად, იმიტომ რომ ირანი თავისთავად არის რთული სახელმწიფო თავისი ანუ რელიგიური კომპონენტებით თუ ეთნიკური კომპონენტებით, ანუ ამაში შესვლას დღეს მე არ ვაპირებ, მაგრამ რაც ხდება, მე მგონია რომ საბოლოოდ ორი გამოსავალი არის. ერთი რომ რაც თქვი, ირანი როგორც მოთამაშე რეგიონის, ბევრად უფრო სუსტი და ბევრად უფრო შებოჭილი იქნება მომავალში და მეორე შესაძლოა აიათოლების რეჟიმი დასრულდეს და ამან კიდევ ახალი ტალღა წარმოქმნას დიქტატორული რეჟიმების დანგრევის მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ბატონო გიორგი, ისევ გლობალურ კონტექსტში მინდა ჩაგიკითხოთ ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილში, როგორც ამბობენ, რასაც ირანის ბირთვული პროგრამა ერქვა, აღარაა, თუმცა ეხლა თვითონ ირანელები ამტკიცებენ, რომ მოასწრეს და ეს გამდიდრებული ურანი ქვეყნიდან გაიტანეს. არ ვიცი, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღარაა ინფრასტრუქტურა, ლიკვიდირებულნი არიან ის მეცნიერები, რომლებიც ამ პროგრამაზე მუშაობდნენ. აი, რას აძლევს ირანს უბრალოდ გამდიდრებული ურანი მით უმეტეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ხო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ირანის რეჟიმს თადარიგი დაეჭირა და რაღაცა ნაწილი გადაერჩინა საკუთარი ბირთვული პროგრამის, მაგრამ ასეც რომ იყოს, იმ ყველაფრის აღდგენას, რომელიც ჰქონდა, არის იმ ნიშნულამდე მისვლას, სადაც იყო ირანი მისული, დაჭირდება მინიმუმ წლები თუ 10 წლეულები არა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეგ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ რეჟიმი გადარჩეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ შეინარჩუნოს ბირთვული ამბიციები, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე იყო მაგალითად გუშინ წინ. კარგი და ბოლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას აპირებს ირანი და ამაზეც დაგისვამთ ერთ კითხვას, ამ ინიციატივას უკვე აქვს ქვეყნის პარლამენტის მხარდაჭერა, სპარსეთის ყურეში მდებარე სრუტეკი მაყურებლებს რომ უთხრათ, გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტად ითვლება, ხო, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. აი, რა სვლა ეს ირანის მხრიდან, ესეც რომ შევაფასოთ, იმიტომ რომ ამ საზღვაო გზით, როგორც ამბობენ, ძირითადად სწორედ ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და იგივე ჩინეთი სარგებლობს. ხო, თუ კი ასეთ რამეს გააკეთებს ირანი, მე მგონი ეს ყველა შემთხვევაში მის წინააღმდეგ იმუშავებს. იმიტომ რომ პირველ რიგში ხო, ეკონომიკური თვითმკვლელობა უწოდა სპორტში მარკო რუბიომ ამ გადაწყვეტილებას. საკუთარ ირანი ხა დანარჩენ ქვეყნებს რო თავი დავანებოთ, ირანი არის სანქციების ქვეშ. და ეს არის ერთადერთი მარშრუტი, რომლის საშუალებითაც ის საკუთარ ნავთობს ყიდის და ამის შედეგად მე რეჟიმი ინარჩუნებს თავს. ეხლა თუ თვითონ ჩაკეტავს ამ ყველაფერს, პირველ რიგში საკუთარ თავსა და ეკონომიკას დაარტყავს. მაგრამ უნებრივია ამით განაცხადს აკეთებს, რომ ანუ კი მე თვითონაც ვიზარალებ, მაგრამ თქვენს გაზარალებ. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ასე უნდა შევხედოთ, რომ ამ შემთხვევაში თუ აქ მხოლოდ ორი მოთამაშე მოძრაობდა ან მოქმედებდა ირანის წინააღმდეგ, ისრაელი და შეერთებული შტატები და თუ კი ამ ნაბიჯს გადადგავს თეირანი, მაშინ ესე იგი მათ შორის არაერთი სხვა ქვეყანა გახდება დაინტერესებული, რომ ირანი კიდევ უფრო გადასუსტდეს და აიათოლების რეჟიმი საერთოდ ჩამოინგრეს, ხო? იმიტომ რომ ხა თუ შენი გადაწყვეტილებით დააზარალებ არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს, არამედ ყველას, ვინც ნავთობით ვაჭრობაში ჩართულია ორივე მხარეს, მათ შორის ჩინეთის, სხვადასხვა შორის ჩინეთი ყიდულობს ძირითად ნაწილს აი ამ ნავთობის, რომელიც აი ამ სრუტით გადის. ლაპარაკი არ არის დასავლურ ქვეყნებზე, რომლებიც ასევე სარგებლობენ ამით. უნებრივია გამოდის, რომ ირანი საკუთარი თავის კიდევ უფრო იზოლაციას მოახდენს და გადაიკიდებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც დღეს თავს იკავებენ და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან მიიტანონ და
არსებული რეჟიმი, რომელიც ბუნებრივია ტირანიაა და მე პირადად ყველა ტირანიის დამხობას ვემხრობი დედამიწის ზურგზე, ანუ მე ესე უყურებ რა, დემოკრატია და ტირანია ემბრძვის ერთმანეთს და დემოკრატია უნდა გაიმარჯვოს და ტირანია უნდა დამარცხდეს. სადაც არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე, მათ შორის საქართველოში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლელი მოთამაშეები, განსაკუთრებით ევროპელი მსხვილი ქვეყნები ცდილობენ, რომ ამ რეჟიმის პირობებში როგორღაც დაასრულონ ეს ომი და დასუსტებულთო როგორ მდგომარეობაში წაიქნება ირანის რეჟიმი დასვან მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ თუ ირანი ამ ნაბიჯს გადადგავს, მერე ესეც ბევრად უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ ეს ქვეყნებიც კი უკვე ალბათ მიემხრობიან სამხედრო ოპერაციებს. ეხლა კიდევ ერთი საკითხი. ამერიკის ასე ვთქვათ ავიაციამ ის მოახერხა, რომ რავი 100 მეტრით მიწის ქვეშ რაღაცა ბირთვულ იმას დაარტყა და იმ სრუტესად რაღაცას მოუხერხებს რა. ასე რომ დიდი სისულელე იქნება ამას თუ ირანი გააკეთებს, მაგრამ მე მესმის, რომ რაღაც მომენტში რეჟიმი არაადეკვატური ხდება, როდესაც ესეთი მძიმე დარტყმებს იღებს და შემდეგ მე არაადეკვატურ დასკვნებს აკეთებს და ნაბიჯებს გავს. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის, ბატონ გიორგი, დაგემშვიდობებით. გიორგი რუხაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი შემოგვერთება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ თაზო და მადლობა რომ შემოგვიყვანეთ. ბატონ თაზო, რამდენიმე საათი დარჩა და თქვენი პარტიის ლიდერების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება, მამუკა ხაზარაძის საქმეზე 15 საათზე გამოაცხადებს მოსამართლე გაწყვეტილებას, ხოლო ბადრი ჯაფარიძის საქმეზე 17 საათზე ველოდებით გაწყვეტილებას, იქამდე კი აი ზურაბ ჯაფარიძის განაჩენი გამოცხადდა 7 თვიანი პატიმრობა და 2 წლით თანამდებობის დაკავება. ეს არის ის, რაც ზურაბ ჯაფარიძეს დაიკისრა იმისთვის, რომ მან არ ითანამშრომლა საგამოძიებო კომისიასთან. აი რა სიტყვით ზურაბ ჯაფარიძის მიმართ გამოტანილ განჩენზე და უკვე უშუალოდ თქვენი პარტიის ლიდერებთან მიმართებაში რისი მოლოდინი გაქვთ? რამდენად მაღალი გონიათ ალბათობა იმის, რომ მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც, ასე ვთქვათ, გაუყენონ რუსთავის საპატიმროს გზას. მოგესალმებით კიდევ ხალხო, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და პირველ რიგში მინდა რომ დიდი გულისწყრელი თქვა ძალიან მაგარი ქართველის გარდაცვალება ვარო ნადირაძის, რომელიც გარდაიცვალა უკრაინაში. გამორჩეული ქართველი მებრძოლი და მის სახელით დიდება ყველა იმ გმირს, რომელიც რუსეთის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტების წინააღმდეგ იგუძვის საქართველოს სახელით. რაც შეეხება ზურას ამბავს, ზურას განაჩენი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. არავითარი სხვა შინაარსი ამ განაჩენს არ აქვს. ხა აქ იმის დამატებაც რომ საქმე შეკერეს ესე ზედმეტია, ეს იყო მთლიანად თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ტყვეობის აქტი და მეტი არაფერი. ზურას მხნეობა იშვიათად კარგი და სწორი ადამიანი არის ქართულ პოლიტიკაში და ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ნამდვილი მეგობარი ჩემთვის ამ საქმეში. ზურას ეს არაფერს არ დააკლებს, დიდს თუ არ დააკლებს პოლიტიკურ პროცესს. მამუკაზე და ბადრიზეც რა განაჩენს მიიღებენ, ესეც იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური განაჩენი. პოლიტიკურ განაჩენში არ გულისხმობ მხოლოდ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ეს ადამიანები, ეს ცალსახაა, ამის გამეორება მე მგონი ბევრჯერ აღარ გვინდა. პოლიტიკური ლიდერები იდევნებიან და ეს კომისია იქნება გამოყენებული როგორც რაღაცა ერთგვარი 21 საუკუნის გელიოტინა ქართული ოცნების წითელი ტერორის ხელში. ამის მიღმა რატომ ვამბობ ორმაგად პოლიტიკურია, იმიტომ რომ მეორე ნაწილი არის ის, რომ ამ განაჩენების ინსტრუმენტალიზაცია ხდება ქაოტონ ლელა. ჩვენ ხო სასამართლო სისტემა აღარ გვაქვს, რეალურად სასამართლო და პენიტენციარული სისტემის ფუნქცია რაც იყო ეს მთლიანად დაკარგული გვაქვს და ეხა ჩვეულებრივ ბოდიშით ამ გამოთქმის და საღორეთ არის გადაქცეული. ინსტრუმენტალიზაცია ხდება ამ განაჩენის იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესზე მოახდინონ გავლენა, პოლიტიკური პროცესი არიონ, დესტაბილიზაცია მოახდინონ ჩვენი საზოგადოების, ეს არის მიზანი. მე ვერ გეტყვით, მე არა მაქვს პირადად გულწრფელად გეტყვით, კარგი მოლოდინი არც მამუკაზე და არც ბადრიზე და ვერ ხედავ რატო შეიძლება თუ ლოგიკურ ხარ. ჯაჭვს გავყევით, რატო შეიძლება განსხვავებული განაჩენი დადგეს მათ შემთხვევაში, ანუ ზურამ პრეცედენტი შექმნა და სავარაუდოდ ამ პრეცედენტს გაყვება აბსოლუტურად ყველა, მაგრამ აქ ლაპარაკია ძალიან ცბიერ ინსტრუმენტალიზაციაზე ამ პროცესის პოლიტიკურად, რასაც აგრეთვე ვუშვებ, ამიტომ ძნელია პროგნოზირება აი ამ ბოროტების რაში ვცხოვრობთ.
მაგრამ მგონია რომ ერთი ლოგიკურად და წესით უნდა დადგეს იგივე განაჩენი თუ პრეცედენტს გაყვებიან თუ ამ საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას მოინდომებენ და დააპირისპირებენ ოპოზიციის ერთეულებს ერთმანეთთან და გააღვივებენ რაღაცა მათი აზრით რაღაცა შულს შეიძლება რომ თქვა პატრიშ და მამუკაზე პატიმრობა არ გამოიყენონ ან ერთი გამოიყენონ ბევრი არ გამოიყენონ. მოკლედ თავიდან ბოლომდე აი ამ ინსტიტუციის, აი ამ ჩამომპალი ინსტიტუციის, რასაც საქართველოს სასამართლო ქვია, გამოყენება ეხლა ხდება მარტო იმიტომ, რომ ქართულ მოძრაობამ ხელისუფლება შეინარჩუნოს და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ინსტრუმენტალიზაცია ხდება. პატიმრობის განაჩენში ჩანს თუ არა, რომ ქართული ოცნება მართლაც არ ხუმრობდა, როცა ამბობდა, რომ არ ხუმრობდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ეგ არის საინტერესებს, მაგითი საკუთარი შვილები შეაშინონ და ოჯახის წევრები ეგ არავის არ ადარდებს სიმართლე გითხრათ, იცით რაღაცა ბავშვების შესაშინებელი ზღაპრები რომ აი თუ არ მოხვალ დაგჯი, ეგ არავის არ აინტერესებს. მოდი ცოტა უფრო გლობალურად შევხედოთ ამ კონტექსტს და არა იმიტომ რომ არა იმითი რომ თქვა პოლიტიკოსების დასაშინებლად იყენებენ ამ ინსტრუმენტს. მე პირდაპირ ვთქვი რომ ყველა გვინც მიდის ღალატობს თავის პრინციპებს და ღალატობს საერთო ბრძოლას, რასაც ამ ქვეყნის განთავისუფლება ქვია, იმიტომ რომ ის არის ფარსი, ის არის ტყუილი, იქ არაფერი არ ხდება ნორმალური ან სწორი, ის არის ერთი დიდი რაღაცა ღვარძლის კოლიზეუმი, სადაც ერთი ჩემი აზრით ძალიან მძიმე დაავადებული ადამიანი დასნეულებული აი ამ ბოროტების სემისგან ალბათ წულუკიანი ანთხევს თავის ღვარძლს. ამას წერტილი დაუსვათ. ლაპარაკი არის უფრო ფართო კონტექსტზე, ალბათ ლელა. ფართო კონტექსტში საქართველოს როგორ თქვა, საქართველოს ყმობაში დაბრუნება უნდა. ბატონყმობის დაბრუნების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს უბრალოდ 21 საუკუნის ელფერით. რას გულისხმობ ამაში? ანუ ყველა ეს აქტი, რომელიც არც ერთი არ ემსახურება, აი რასაც უყურებთ ბოლო პერიოდში, ეს იქნება ნინო დათაშვილის დაკავება, ხო? ნინო დათაშვილი ახალი პოლიტპატიმარი ქალი, ეს იქნება მზეამაღლობელი საქმე, ეს იქნება სინდისის პატიმრების საქმე, ეს იქნება რაღაცა ჩვენი ცემები, დაჭერები, ჩხრეკების ახლის ყველაფერი ამის მიზანი არა რაიმე სიმართლის პოვნა ან რაიმე წესრიგის დამყარება არის, არამედ ამ ყველაფრის უკან იმალება ერთი რაღაცა საქართველოში ბატონყმობის დამყარება. ბატონყმობის გაფორმება იმ ფორმით, რომ საჩვენებელია ეს ყველაფერი არის გაკეთებული შოუსთვის, იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ დააშინოს საზოგადოება. ძალიან ბუნებრივი ამბავია, როდესაც ამ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ წერტილში დედამიწაზე აღარ აქვს სახალხო მხარდაჭერა, ანუ ელექტორალური მოჭიდება აღარ აქვს და ხალხი მას მხარს აღარ უჭერს მარტივად. ან შეიძლება ესე არ იყოს და თვითონ ეგონოს, რომ მას ხალხი მხარს აღარ უჭერს იმ რაოდენობით, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ის გადადის სხვა მეთოდებზე და ჩვენ რას ვხედავთ, ხო, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რაღაცა ტყუილში გავიღვიძეთ ჩვენი ერთ დღეს, უცებ საქართველოს უკან აღმოჩნდა რაღაცა არარსებული აჩრდილი, მაშინ გლობალური ომის პარტიის თუ Deep State-ის, ანუ ყველა პრობლემას, რომელიც 13 წლიანი მათი მართლობით არის გამოწვეული, ხა აქ ხო რაღაცა ზღაპრებში სიარული არ გვინდა, მარტივად თქვა 13 წელია ამ ქვეყანაში კარგი ვერაფერი ვერ გააკეთეს, ვერაფერი ვერც ერთი წერტილი ჩვენი მდგომარეობის წინ ვერ წაწიეს, ამიტომ ამ 13 წლის მანძილზე რა ქნეს, აიღეს და ეს ყველაფერი დააბრალეს არარსებულ მტერს. ანუ ეგ რა ამაზე ძველი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ამაზე ძველი ხერხი და მეთოდი არ არსებობს. გალოტონ ლელა, ამიტომ ამ რეჟიმში ვარ, შეხედეთ ერთი აი ამ წინადადებას დავამთავრებ და ამ რეჟიმში ვარ, შეხედეთ ისინი ტყუილში ახრჩობენ მთელ ქვეყანას და ყველა თავის პრობლემას აბრალებენ არარსებულ მტერს და საზოგადოებას აშინებენ. ბოლო თვეების მანძილზე ყველაფერს აკეთებენ საჩვენებლად, რომ საზოგადოებას შეეშინდეს და ამ ქვეყანაში დამყარდეს ბატონყმობის დამოკიდებულება. ამ ჩვენებაში ახერხებენ თუ არა იმას, რომ არიონ სიტუაცია ოპოზიციურ ველზე და თქვენ თვითონაც თქვით, ხო? მიზანია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა, ანუ ახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. შესაბამისად, ხა არ ვიცი რამდენად სწორია ამ კითხვის დასმა, მაგრამ მოდით მაინც კითხავთ, ხომ არ ჯობდა რომ გეთანამშრომლოთ კომისიასთან, მისულიყავით პარლამენტში, გეპასუხათ კითხვებზე, მიეცით თუ არა ქართულ ოცნებას საფუძველი იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება, პოლიტიკურად განეიტრალება მოხდეს. აღნიშნეთ შეკითხვის დასაწყისში ღირს თუ არა ამ კითხვის დასმაო, სწორედ იმიტომ რომ ეს კითხვები დაუსვათ ჩვენს თავს და ერთმანეთს, გალოტონ ლელა, ეს არის მიზანი დაშინების. ამიტომ თქვი ხა, აქ ხო გეუბნებით, აქ მიზანი არ არის კომისიამ რამე გამოიძიოს. აქ მიზანი არის იმ კომისიამ შოუ შექმნას. როგორც მიზანი არის თუ არა სახეზე პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება. არა, ხო და მივალ რა აქ, არავის არ აქვს პრობლემა, კიდე ერთხელ ვიტყვი დღევანდელ საქართველოში
მთელი პოლიტიკური სპექტრი და მე მგონი ყველა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას არ ეთანხმება, შევეგუეჩინა განაც რომ ყველა შეიძლება დაგვიჭირონ. ეგ პრობლემა არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ. კი, ამ ქვეყნისთვის პრობლემაა ყველა პოლიტიკური ლიდერის ციხეში აღმოჩნდეს, მაგრამ არ არის ისეთი პრობლემა, რამხელა მასშტაბის პრობლემასაც ეს ხალხი ახლა აკეთებს ამ ქვეყანაში, ანუ რამხელა მასშტაბის ბოროტებასაც ჩადიან ამ კომისიით, მათ შორის. ეს არის ტყუილში, აბსოლუტურ ტყუილში ბატონყმობის დამყარება და ამაში ხელის შეწყობა არ შეიძლება. ის კომისიის მიზანი ხო ეს იყო. ვიღაცა მისულიყო, ვიღაცა არ მისულიყო, ვინც მივიდოდა ეს გაიფუჭებინა, ვინც არ მივიდოდა, იმაზე დამოკლის מחულივით დაიკიდებინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. როგორც ხო, რავი, შეიძლება ავყვეთ იმაში ტყუილში, რომ deep state არსებობს, ხო არ შეიძლება რომ ავყვეთ ტყუილში, რაღაცა რომ არ არსებობს, რომ იცი რომ არსებობს deep state. იმაში როგორც შეიძლება ავყვე, რომ ხო, აი პრობლემაა, ოღონდ სხვანაირად დავიწყოთ ამის მოყოლა, ანუ ეგ ხო სიგიჟეა. ეგ ხო ბოლოს მიგვიყვანს იქ რომ აბსოლუტურად ყველაფერში ყველა სიგიჟეში შეიძლება გავყვეთ და ეს ქვეყანა დაიღუპება, ეს საზოგადოება დალპება უბრალოდ იმიტომ რომ არ შეიძლება 3 მილიონი ნახევრიანი საზოგადოება აცხოვრო ტოტალურ ტყუილში. არ შეიძლება რომ ქვეყანა მთელი მსოფლიო სხვა ჩარხით ვითარდებოდეს გარეთ და შენთან ვიღაცა ბოდიშსვიხტი და აბსოლუტური იდიოტები გაჯერებდნენ აი ამ ბინძურ ტყუილებს და იდიოტებს იმიტომ ვახსენებ, იმიტომ რომ არც ჭკვიანი და არც მორალურად გაუხრწნელი ადამიანი ამას არ იკადრებს. ხელისუფლება რო გაქვს, ეს არ უნდა იკადრო, ამიტომ ამას კადრულობენ. ამაში არ უნდა აუყო. არის თუმცა ბატონ თაზო და ის სწორედ ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ ჩემი შემდგომი კითხვაც. აი მაგალითად რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ხაზარაძესაც და ბადრი ჯაფარიძესაც დღეს სასამართლო პატიმრობას მიურჩის. ერთდროულად ორი პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება, რისი ალბათობაც არსებობს. აი როგორ შეიძლება აისახოს თქვენს პოლიტიკურ ძალას? ეს ასუსტებს თუ არა საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციურ პარტიას? დიდი ხანია ეს დამოკლის מחვილი უკვე ჩვენს კისერზე კიდია, ამიტომ ჩვენ ამაზე ბევრი გვაქვს ნამუშევარი და ნაფიქრი. დააპატიმრებენ მამუკას და ბადრის ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ჩვენ არავინ არ ვაპირებთ დანებებას. სირთულეებს შექმნის, რა თქმა უნდა, ეხლა არ უნდა ვიყო გულწრფელი და უნდა გატყუებდეთ, რომ გითხრათ, რომ სირთულეებს არ შექმნის. კი, სირთულეებს შექმნის და სირთულეები რო შექმნან, მაგისთვისაც აკეთებენ ასეთ რაღაცებს. ოღონდ ეს გატეხავს ამ ბრძოლას? არა, არ გატეხავს. ლელოდილეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონოპოლარი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოს ფუნქციას და როლს ატარებენ ბადრის და მამუკას, მაგრამ ბევრი ლიდერის პარტია ვარ, დეცენტრალიზებული პარტია ვარ მეტნაკლებად და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამას დაფიქრი გვაქვს და ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, იქნება დანაკლისი, იქნება სირთულეები, მაგრამ ხო, რა ვიცი, ორმაგი ენერგიით ვიმუშავებთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. და ძალიან მალე ბადრიც, მამუკაც და ყველა სხვა 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი იყოს გარეთ და ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში ატარდეს ხელახალი არჩევნები და ეს ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ისტორიული განვითარების ჩარხს. ეს არის ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს დაასრულებთ თუ ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დღეს ციხეში გაუშვებენ თუ დღევანდელი ასე ვთქვათ განაჩენი ვერ მოახდენს მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით თქვენს პოზიციაზე გავლენას? არავითარ საკრალურობას ამ განაჩენს არ მივანიჭებთ, რომ ამის მიხედვით რაღაცეები შევცვალოთ, რაღაცა გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი პრინციპი, მთელი ძლიერი საქართველოსი და ლელოსი და ამას ვამბობ და ასე უდგებით, არავითარ დიდ იმას არ მივცემთ მაგიას ამ დაჭერის ამბავს, ამიტომ გავაგრძელებთ იმ პროცესს, რა პროცესშიც ვიყავით, მსჯელობის პროცესს, მსჯელობა შემოთავაზებული გვაქვს და ამას გავაგრძელებთ. ოღონდ, ნუ ხო, კიდევ თქო, მაგრამ გაჯიუტებაში კი არა ვარ, ციგიჟეში კი არ მჯიუტდებით, უბრალოდ მგონია, რომ დაჭერები ამაზე გავლენას ვერ მოახდენენ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს და ასე იქნება თუ ისე იქნება, არა დაჭერის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ საბოლოო ჯამში როგორი პოლიტიკური კონjunktურას და სიტუაციაც იქნება და მოვერგებით იმ რეალობას იმისთვის რომ საუკეთესო შედეგამდე მივიდეთ, რაც შეიძლება ყველაზე სწრაფი გზა ვიპოვოთ იმისათვის რომ ეს ავტოკრატია დასრულდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ჩარხს. ბატონთაზო, ადგილობრივ არჩევნებზე მინდა ჩაგეკითხოთ, თუმცა იქამდე ისევ საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ არის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დაბარებული და თუ კი ისევ არ მივადა როგორც ითქვა, ისევ არაპირებს მისვლას, მის წინააღმდეგ შეიძლება კიდევ ერთი საქმე აღიძრას, ხო და მეტიც შესაძლოა იყოს სხვა საქმეც გამომდინარე იქიდან, რომ ხაზარაძეს საგარეო ველზე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს ქართული ოცნება. ის საგამოძიებო კომისიის ხდომაზე განმეორებით დაბარებულია სწორედ იმის გამო, რათა ამტკიცოს, რომ უცხოელ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების მიზანი არ არის საქართველოს ინტერესების დაზიანება. აი ამ კუთხით რა გაქვთ სათქმელი ქართული ოცნებისთვის და რამდენად მყარია მაშინ ასე კითხავთ თქვენი არგუმენტები, რომ ის რასაც საერთაშორისო არენაზე აკეთებთ, არ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს?
ხო, რა ვიცი, თან კაი ქართული ფილმი მახსენდება ფეოლა, იქ არის ერთი სცენა, იქ შევერკინოთ ფეოლა რომ ვაიშეს პატრონსო რომ მეუბრუნდება ფეოლა და საქართველოს ნებისთვის სათქმელი ეს ვაი თქვენს პატრონს თქვენსას უბედურს ხალხი რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიეს და თქვენს რომ 28 ნოემბერში გახსენებთ გაუტონ ლელა რომ ეს არის ხალხი რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა თქვენს რომ იმ პერიოდში როდესაც მათ ხელისუფლება აქვთ ჭყალებში ანუ რაც ვითომ და მოიგეს 2028-ში მთავრდება ხო ეს საპარლამენტო მანდატი აქამდე ჩვენ არავის ამ ხელისუფლების მანდატში არავის არ დაველაპარაკებთ თქვენს რომ ჩვენ აღარ ვივლით ევროპის მიმართულებითო ანუ კონსტიტუცია დაარღვიეს იმ დონეზე შეცვალეს ჩვენ დააზიანეს ჩვენ საერთაშორისო კურსი და ეს ხალხი ვინმეს რო დააბრალებს რომ ვინმე აზიანებს მათ მაგივრად ან მათზე მეტი ზიანი შეუძლია მოუტანოს საგარეო კურსს ეს არის აბსურდი იდიოტიზმი და ზუსტად იგივენერად მოიქცევით როგორც აქამდე რა თქმა უნდა იქ არ მივალთ რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ და იფაჩუნონ რამდენიც უნდათ ერთმანეთში და არ ყვიონ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე მძიმე არჩევნების გამправებელს ოზარ სუბარმა და მიხეილ სააკაშვილის ერევანში ელჩმა თენგიზ შარმანაშვილმა ერთმანეთში არ ყვიონ ერთი წინა 9 წელში რა ხდებოდა და შემდეგი 13 წელი რა ხდებოდა ეს სამარცხვინო ამბავი ჩვენთვის ჩვენს არავითარ გავლენას არ ახდენს კიდევ ერთხელ ამ ფრაქციონი კიდევ ერთხელ არ მივალთ იქ სადაც გვეძახიან იმიტომ რომ ის არ არსებობს უბრალოდ ის კომისია არ არსებობს გიორგი გახარიაზეც მინდა ერთი კითხვა დაგისვათ მას დღეს ელოდებოდნენ კიდევ ერთხელ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე თუმცა გიორგი გახარია პარლამენტში ვერ მივიდა ის საზღვარგარეთ იმყოფება რის გამოც დისტანციური გზით გამოკითხვა შესთავაზე კომისიას თუმცა კომისიამ ამაზე ვარი თქვა როგორც იცით ახლა გახარიას მიმართ კითხვები სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხთან დაკავშირებით არსებობს ეს კითხვები აქვს კომისიას და მისი ხელმეორედ დაბარება კომისიაზეც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შესაბამისად გითხარით პირადად თქვენი პოზიცია რამდენად ლეგიტიმური და საფუძვლიანი გონიათ ეს კითხვები და მეორე მხრივ რას ამზადებს ქართული ოცნება უკვე უშუალოდ გიორგი გახარიასთან როგორც შეიძლება მომწონდეს ან არ მომწონდეს გიორგი გახარიას პოლიტიკური მიდგომები და კონკრეტული საქციელები და მაგალითად კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით რომ გიორგი გახარია მიქარა ერთხელ რომ მივიდა იქ და კიდე მიქარავს მეორედ თუ მივა ნამდვილად პოლიტიკურად ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იყო იქ მისვლა მაგრამ ეს არ ცulis იმ ფაქტს რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მასიური პოლიტიკური დევნის შეტევა როგორც ეს ხდება ხაზარაძეზე, ჯაფარიძეზე, როგორც ეს ხდება იმ ჩვენ თანამებრძოლ ლიდერებზე, რომლებიც ახლა ციხეში ზიან, ეს არის ცალსახა პოლიტიკური დევნა, ჩორჩანას საგუშაგოს გამო თან სიმბოლურია, რომ რუსების გაღიზიანების გამო ასამართლებენ თავისივე თავისივე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ამ ფაქტის მერე დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად და აქაც deep state-ს აბრალებენ ეს გონება ჩამორჩენილები ამ გიორგი გახარია საზღვარგარეთ იმყოფება სოციალურ ქსელებში წერენ რომ ის დიდი ალბათობით აღარც დაბრუნდება მეტიც არაოფიციალური ინფორმაციით ის აპირებს გერმანიას პოლიტიკური თავისუფლებას შევიკავებ თავს ამ კითხვაზე პასუხის და არის მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე გავრცელებული თუმცა მაინც აი რამდენად შეიძლება ველოდოთ საქართველოში იმ მოცემულობას და იმ მოცემულობის შექმნას როდესაც პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გარბიან და აღარ ბრუნდებიან. ეგ მოცემულობა დგას გაურნოლელა ეხა ამ ქვეყანაში ისეთი ვითარებაა რომ პოლიტიკური ლიდერები კი არა მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა ამ ქვეყნიდან ისე რომ უკან აღარ მობრუნდა და ეხაც პოლიტიკური ნიშნით ათობით და ასობით და ათასობით ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან მე პირადად ჩემ გარშემო რა ვიცი შემიძლია 1-50-60 კაცი მოთვალო ვინც პოლიტიკური ნიშნით გადმიდის ამ ქვეყნიდან ეს ვითარება დგას ამის თქმა მინდა ეხა უკვე მაგრამ ჩვენ არსად არ მივდივართ ამაზე ეხა ძალიან უხერხული მგონია რომ მე გავაკეთო რაიმე კომენტარი გიორგი გახარიას ადგილსამყოფელზე და აი ამ მდგომარეობაზე აბსოლუტურად არაეთიკურად მიმაჩნია ეს ჩვენ აქ ვართ ჩვენ არსად არ მივდივართ და ვიბრძვით მაგრამ ეგ ვითარება უკვე დგას ამ ქვეყანაში უკვე ყველა საერთაშორისო საზომით და ბევრი ქვეყნის სცენარით ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერები უკვე ქვეყნიდან გაიქცევდნენ მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ვიბრძვით ბოლომდე სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება იმიტომ რომ ჩვენს უკან დგას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რომელსაც არ უნდა საქართველოს დაბრუნება 200 წლიან მონობაში რუსულ მონობაში და რომელსაც არ უნდა რომ საქართველოს დაეშვეს რკინის ფარდა ისევ და არასწორ მხარეს აღმოჩნდეთ ამ რკინის ფარდის ისევ ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე კეთილი კიდევ ერთი რაზეც მინდა გითხოთ და რამდენიმე წუთი დაგვრჩა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომელ მიქაუტაძის დაკავება მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება
ემსახურებიან. დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი მიქაუტაძის საქმეზე, რომელზეც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმუშავებს. ახლა დიდი ხანია მართლაც საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა რომეო მიქაუტაძის ქონება, თუმცა ამით ხელისუფლება ინტერესდება მხოლოდ ახლა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ დღეს და არა მანამ? ხო, ნამდვილად არ ვიცი, რომელი მიქაუტაძის პერსონაჟს არ ვიცნობ ისე უცუქნია, რომ გამსკდარა შუაზე კორუფციით, ოდესმე ხო დაისჯება, ნამდვილად ვიცით. მე და თქვენ ეს არ გვემახსოვრება ჩვენი თაობის ამბავი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ამის შესახებ ბევრი გაგიგიათ ხსმენია და წაიკითხათ, მაგალითად, როდესაც ედვარდ შევარდნაძე გახდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და დაიწყო ბრძოლა მავნე მოვლენებთან და მავნე ელემენტებთან. ხელისუფლების ცვლილება საბჭოთა საქართველოს ტრადიციაში ყოველთვის იყო, ყოველთვის ამ ყველაფერს თან ახლდა აი ეს რაღაცა მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან, წარსულთან. შევარდნაძე რომ მოვიდა ხელისუფლებაში 70-იან წლებში, ვიღაცების სახლები ჩამოართვეს, ვიღაცები დაიჭირეს, მაშინ რამოდენიმე ძალიან ისეთი ცნობილი ცეხავიკი და წითელი დირექტორი გაასამართლეს, გააუბედურეს. ეს იყო საჩვენებელი, ეს კი მას ხო არ ნიშნავდა, ხო თანხმდებით, რომ არც ერთ მომენტში, როდესაც საბჭოთა კავშირში ეგეთი ამბავი იყო, არ ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის გაკეთილშობილება ხდებოდა. არა, უბრალოდ ახალ მმართველს ჭირდებოდა საჩვენებლად დემონსტრაციისთვის და საზოგადოებისთვის, აი კიდევ ერთხელ რაღაცა სატყუარის გადაგდება იმისთვის, რომ საზოგადოებას ენახო, რომ აი ეს ხალხი აი რაღაც საკეთებს. ზუსტად იგივე ერთ-ერთში საუკეთესო საბჭოთა საქართველოს ტრადიციებში ეხა აი ატარებენ ამ სპექტაკლს, რომ თავისიანები აიღეს ვიღაცა ღარიბაშვილის კაცია, როგორც გავიგე, არ ვიცი ეხა დეტალებში არ შევდე და ეს ღარიბაშვილის კაცი შეიძლება იყოს გაფრთხილება თვითონ ირაკლი ღარიბაშვილის. აი ამ დეტალებშიც არ შევდივარ, არ მგონია რომ აქ ბევრად უფრო პრიმიტიულს ამბავზეა ქალბატონი ლაპარაკი, არავითარ აი ამ იმებზე რაღაცა მესიჯების გაგზავნაზე და მარიო პიუზოსავი ცხენის თავის ლოგინში ჩადებაზე და იმაზე არ არის ლაპარაკი, ძალიან პრიმიტიული ამბავია, ძველი პროპაგანდისტული მეთოდები, ცოტა ტანშიმაჟრიალებს ისეთი მსგავსება არის და ზუსტად იგივე ამბავია, რაც საბჭოთა საქართველოში ხდებოდა, რომ აი ახალი ხელისუფლება და ჩვენ ვებრძვით კორუფციას, ჩვენ ვებრძვით ნარკომანიას და ხო ხედავთ, მარტო ეს საქმე კი არ არის, გადახედეთ თქვენი იმიდან ვეცნობ მე ინტერპრესნიუსიდან, იქ რაღაცა ნარკოტიკები ამოიღეს დიდი რაოდენობით, ვიღაცები დაიჭირეს, აი ამას დადგავენ ახლა, იმიტომ რომ ნუ ახლა ეს იმიჯი დიდი ხანი მათ ამომრჩეველშიც ალპობს და ანგრევს ეს იმიჯი კორუმპირებულების და გათახსირებულების. მადლობა ბატონ თაზო, სტუმრობისთვის სამწუხაროდ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი დღეს ვეღარ მოვასწარით, თუმცა სხვა დროს იყოს. დღეს მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თაზო დათუნაშვილს ვემშვიდობებით. დღეს ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.